განვიხილოთ 39 ამოცანა, სამკულიანი, აბეცდე კვადრატის გვერდის სიგრძე არის a, იპოვეთ იმ წრეწირის რადიუსი, რომელიც გადის კვადრატის ადავე წვეროებზე და ეხება CD გვერდს. Ну, მე უკვე ამოხსენი ასე ვთქვათ და მიწერია გზები, თუ როგორ მივიდეთ სწორ პასუხამდე. მოცემული გვაქვს ესეთი ფიგურა, კვადრატი, რომლის ორი წვერო ეხება წრეწირს, ხოლო ორი არა, მაგრამ დამატებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ორი წერტილი წარმოადგენს ამ წრეწირზე გამავალი მხედის რაღაც წერტილებს. შესაბამისად, მე მჭირდება დამტკიცება, რომ ეს წერტილი რას წარმოადგენს და სად იკვეთება CD-ს რა ნაწილში მდებარეობს. მე ვიტყვი ესეთ რაღაცას, რომ ეს წერტილი CD-ს შუა წერტილია. რატომ? იმიტომ რომ თუ კი O ცენტრიდან E წერტილამდე, როგორც მხებამდე, გავავლებთ ხაზს, ამ შემთხვევაში რადიუსს, ის ყოველთვის მართობულად მართობულ, ასე ვთქვათ, კუთხეს ქმნის, 90 გრადუსიან კუთხეს. ეს არის აქსიომა, ჭეშმარიტება და ეს საკმარისია იმისათვის, რომ რეალურად E წერტილი წარმოვადგინოთ როგორც შუა წერტილი ერთ-ერთი გვერდისა. თუ ეს ასე არ იქნებოდა, მაშინ და მაგალითად E წერტილი აქ მდებარეობს, ამ შემთხვევაში მხებისა და ის რომ ერთ წერტილში უნდა ეხებოდეს გარკვეული მონაკვეთი წრეწირს, ეს დაირღვეოდა. ამიტომაც ვთვლით, რომ E წერტილი არის CD-ს შუა წერტილი. რადგან ეს დავამტკიცეთ, პირველ გზას შემოგთავაზებთ, E რაღაც K ავიღოთ, E K-ს დიამეტრი, რომ ცენტრზე გაივლის აუცილებლად და გვაქვს ესეთი ფორმულა, რომ ორი ურთიერთგადამკვეთი ქორდის შესახებ ვიცით, რომ მათ მიერ გადაკვეთის შედეგად მიღებული ნაწილების ნამრავლი ერთმანეთის ტოლია. ანუ კვადრატის გვერდი A, A-დან O წერტილამდე და შემდეგ აღვნიშნოთ X-ით, ანუ X-ის ნამრავლი A-ზე ტოლია კვადრატის გვერდი, რომელიც ორად გაიყო A ნახევარი გამოვლებული A ნახევარზე. ანუ A კვადრატი მეოთხედი უდრის AX-ის, A შეიკვეცა და რჩება, რომ X-ი, ეს პატარა ნაწილი არის A მეოთხედის. მაშასადამე, თუ ვიცით, რომ დიამეტრია მთლიანი EK, მაშინ X-ით აღნიშნული A მეოთხედს დავამატოთ გვერდი, ანუ აი ეს ნაწილი, და შეფარდებული ორთან, რადგან რადიუსს ვეძებ, ტოლი იქნება 5-იან მერვედის. უფრო მეტად ამყარებს ჩვენს აი ამ არგუმენტაციას და სწორ პასუხს მეორე გზა, კერძოდ ნებისმიერ სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირი. გულისხმობ, ეს წვეროები მდებარეობს წრეწირზე. ერთ-ერთი გვერდის შეფარდება მის მოპირდაპირე კუთხის სინუსთან 2 ერის, ანუ დიამეტრის, ამ წრეწირის დიამეტრის ტოლი. გამოვიყენე ეს თვისება. A შევაერთე S-თან, E B-სთან, შესაბამისად მივიღე ტოლფერდა სამკუთხედი, B-ა ცნობილია, A-ც ცნობილია, იქიდან გამომდინარე, რომ პითაგორას თეორემით A ნახევარის კვადრატს დამატებული A კვადრატი არის 5A კვადრატ მეოთხედი, ანუ ფესვი 5 A-სთან შეფარდებული ორთან, ეს იქნება გვერდის სიგრძე და აი ეს გვერდის სიგრძე ფესვი 5 შეფარდებული ორთან და გამრავლებული A-ზე, გვერდის სიგრძე, რომ შევაფარდო კუთხის სინუსთან, ანუ აი ნახეთ, A შეფარდებული A ფესვი 5A მეორედთან, ტოლი იქნება 2 ერის. ნუ საძიებელი გვაქვს მხოლოდ ერი პირობის თანახმად, აქვე გადმოვატანე ამოხსნაც და 5A, ანუ ფესვი 5-ის კვადრატი არის 5, შესაბამისად განავლდება A-ზე და აქ გვაქვს 2-ის კუბი, ანუ 8. და პასუხი იქნება 5A მერვედი.